საღამომშვიდობის დღეს 2 ოქტომბერი, 1 ოქტომბერია და საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ. ფრაიზერის კვლევითი ინსტიტუტის განახლებული მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით საქართველო 33 ადგილიდან 25 პოზიციაზე დაწინაურდა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ოპერატიული ანგარიშის მიხედვით მოგების დღგ-სა და აქციზის გადასახადების 9 თვის გეგმა ვერ შესრულდა. 2024 წლის სახელმწიფო კომპანიების ზარალი 527 მილიონ ლარამდე გაიზარდა. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული სახელმწიფო კომპანიის წმინდა მოგება 393 მილიონს აღწევს, ჯამური ზარალი მაინც მომატებულია. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ EBIT გრუპთან ერთად მომზადებული საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსით მეორე კვარტლის ანალიზის თანახმად საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გაზარდა. საქართველოს მთავრობა თბილისის შემოვლითი ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვას დაიწყებს. თბილისის მერის ინფორმაციით, ვერის პარკის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტის ჯამური ღირებულება 24 მილიონი ლარია. ფრაიზერის კვლევითი ინსტიტუტის განახლებული მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშით საქართველოს 333 ადგილიდან 25 პოზიციაზე დაწინაურდა. ფრაიზერის ინსტიტუტი ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს და ის 2 წლის წინანდელ ვითარებას, ანუ 2023 წელს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ თავისუფლების დონეს აფასებს. მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოთვლისას გათვალისწინებული არის 5 პარამეტრი: ეკონომიკურ მონაცემებში მთავრობის ჩართულობის წილი, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლება, ინფლაცია, ვალუტის სიმყარე, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები. ინდექსში აღნიშნულია, რომ მეთოდოლოგიური ცვლილებები განხორციელდა და შესაბამისად, თუ წინა წლის ინდექსში საქართველო პირვანდელი მდგომარეობით 21 ადგილზე იყო, ის გადაიხედა მაჩვენებელი და 33 პოზიციით არის შეცვლილი. საქართველო აბსოლუტური ქულით წინა წლის არსებულ 7,51 მიასედიდან 7,79 მიასედამდე დაწინაურდა. კრიტერიუმების მიხედვით ქვეყნის პოზიციები ასე ნაწილდება: მთავრობის ზომა 7,35 მიასედი ქულა, გაუარესება 1 მიათედი ქულა, სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები 5,82 მიასედი ქულა, უცვლელია აქ შეფასება, ვალუტის სიმყარე 8,9 მიათედი ქულა, გაუმჯობესება თითქმის ერთქულიანია 0,91 მიასედი, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება 8,77 მიასედი ქულა და გაუარესება 3 მიასედი ქულით მოხდა. რეგულაციები 7,62 მიასედი ქულა, გაუმჯობესება აქ 2 მიასედით არის დაფიქსირებული. საქართველოს მეზობელი ქვეყნების შედეგებს რაც შეეხება, რუსეთი 152 პოზიციაზე, აზერბაიჯანი 120-ზე, სომხეთი 39 ადგილზე. თურქეთი რეიტინგში წელს არ მონაწილეობდა. რეიტინგში, რომელიც 165 ქვეყანას მოიცავს, პირველ პოზიციაზე ჰონკონგია, ბოლოს კი ვენესუელა იკავებს ბოლო ადგილს. ფინანსთა სამინისტროს 9 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით დღგ-სა და აქციზის გადასახადების 9 თვის გეგმა ვერ შესრულდა. მონაცემები მიუთითებს, რომ მოგების გადასახადში გეგმასთან ჩამორჩენა 211 მილიონი ლარია. გეგმას 101 მილიონი ლარით ჩამორჩება დამატებული ღირებულების გადასახადის შესრულება. აქციზის გადასახადის შესრულება კი 22 მილიონი ლარით ჩამორჩენას მიუთითებს. 6 მილიონი ლარით ჩამორჩება გეგმას იმპორტის გადასახადის შესრულებაც. გადაჭარბებით შესრულდა საშემოსავლო გადასახადის მობილიზება, სადაც გეგმასთან მიმართებით გადაჭარბება 71 მილიონი ლარია. ამასთან 289 მილიონიანი გადაჭარბება არის ბიუჯეტის სხვა გადასახადების მუხლში. მის გათვალისწინებით ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა 21 მილიონი ლარის გადაჭარბებით არის შესრულებული. 2024 წელს სახელმწიფო კომპანიების ზარალი 527 მილიონ ლარამდე გაიზარდა. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული სახელმწიფო კომპანიების წმინდა მოგება 393 მილიონს აღწევს, ჯამურად ზარალი მაინც მატებას აჩვენებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, ზარალის უმთავრესი მიზეზი რამდენიმე კომპანიაში არსებული მრავალი 100 მილიონიანი ზარალია. მათ შორის ყველაზე დიდი 375 მილიონი ლარის ზარალი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში
სივრცეში იყო. ეს კომპანია ფინანსურად საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და წლიდან წლამდე ოპერირებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მრავალმილიონიანი სუბსიდიები ესაჭიროება. 2024 წელს კომპანიამ ოპერირების უწყვეტობის შესანარჩუნებლად 153 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო. ზარალით მეორე პოზიციაზე 116 მილიონი ლარით. თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელმაც 2024 წელს თბილისის მერიისგან 309 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო. ზარალით მესამე ადგილზე საქართველოს მელიორაცია, რომელმაც 2024 წელს 29 მილიონი ლარით იზარალა. რაც შეეხება მოგებიან სახელმწიფო საწარმოებს, 2024 წელს სახელმწიფო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი 183 მილიონი ლარის მოგება ნავთობის და გაზის სახელმწიფო კორპორაციას ჰქონდა. მეორე პოზიციაზე სახელმწიფო ელექტროსისტემა 113 მილიონი ლარის წმინდა მოგებით, მესამეზე საქართველოს რკინიგზა 68 მილიონი ლარის მოგებით. საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ეს დაკავშირებული არის როგორც პანდემიის შემდგომი საავიაციო სექტორის აღდგენასთან, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვასთან. დასავლური ავიაკომპანიებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის გამო საქართველოს საჰაერო სივრცის გლობალური მნიშვნელობა გაზრდილი არის. ევროპიდან აზიაში მიმავალი ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ასრულებს ფრენებს. უსაფრთხო გადაადგილების სანავიგაციო მოსაკრეფლებს ავიაკომპანიები საჰაერო ნავიგაციას უხდიან, რომელმაც 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა და ამ ანგარიშის მიხედვით გასულ წელს 294,293 გადაფრენა იყო საქართველოს საჰაერო სივრცეში. ეს წლიურად 30%-იან ზრდას ნიშნავს. შესაბამისად, საქართველოს დღეში საშუალოდ 642 გადამფრენი თვითმფრინავი კვეთდა, მაშინ როდესაც 2023-ში ეს მაჩვენებელი დღეში 495 იყო. ამავე დროს სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს 25%-ით არის გაზრდილი საქართველოს აეროპორტებიდან შესრულებული ფრენები და შარშან 64,731 ფრენა დაფრენა იყო, რაც დღეში 177 ფრენა დაფრენას ნიშნავს. ანგარიშის თანახმად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღეში 125 აფრენა დაფრენას ემსახურებოდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დღეურად 26 ფრენას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი დღეში 22 აფრენა დაფრენას. ფინანსური ანგარიშის მიხედვით საჰაერო ნავიგაციას გასულ წელს 171 მილიონ 600,000 ლარის საოპერაციო შემოსავალი ჰქონდა. ეს წყაროს მიხედვით ასე ნაწილდება. შემოსავალი ტრანზიტულ რეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურების გაწევიდან 120 მილიონ 800,000 ლარი იყო, დაშვების აფრენის მომსახურებიდან 50 მილიონი ლარი. ფინანსური ანგარიშის თანახმადვე 2024 წელს საჰაერო ნავიგაციას 40 მილიონი ლარის წმინდა მოგება უფიქსირდება. კომპანიის უმსხვილესი ხარჯი კი მასში დასაქმებული ადამიანების 854 ადამიანის ანაზღაურება და ბონუსები იყო, რომელმაც გასულ წელს ჯამში 82 მილიონ 600,000 ლარი შეადგინა. კომპანიას სულ 117 ავიამეთვალყურე ჰყავს. საჰაერო ნავიგაციის აქტივები 308 მილიონ ლარს, ვალდებულებები 12 მილიონ ლარს უტოლდება. კომპანიის ძირითადი ინფრასტრუქტურა და აქტივები საქართველოს მასშტაბით განთავსებული სარადარო სადგურებია. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის და EBIT ჯგუფის მომზადებული საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის მიხედვით, რომელიც საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების და ეკონომიკური ურთიერთობების სხვა პლატფორმებს ეფუძნება, საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულება გაზრდილია. 2025 წლის მეორე კვარტლის ანალიზის მიხედვით, საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულებების ინდექსი გაიზარდა. ჯამური იმპორტი და ექსპორტი პირველიდან მეორე კვარტლამდე მომატებულია. იმპორტი გაზრდილია 5 მილიარდ 300 მილიონი დოლარიდან 5,9 მილიარდ დოლარამდე და ექსპორტი 1,9 მილიარდი დოლარიდან 2 მილიარდ დოლარამდე. ამავე დროს მთლიანი ფულის ნაკადი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. უცხოურ ინვესტიციებს რაც შეეხება, უცხოური ინვესტიციები გაზრდილია 179 მილიონ 300,000 დოლარიდან 580 მილიონ დოლარამდე. მთლიანი ინდექსი, რომელიც განსაზღვრული არის ამ ეკონომიკური ინდიკატორების შედეგად, გაზრდილია. ზრდა ასახავს ეკონომიკური დამოკიდებულების უფრო მაღალ დონეს უცხოური ტრანზაქციების და ინვესტიციების მიმართ ამ წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით. საერთაშორისო საარბიტრაჟო 8 მიმდინარე დავის ფარგლებში პოტენციური სადავო თანხის ოდენობა 4 მილიარდ 800 მილიონ დოლარს უტოლდება. ეს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების განახლებულ დოკუმენტში წერია. უწყობის მონაცემებით არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული 7 დავიდან 4 დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით. 3 დავაზე სახელმწიფოს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაეკისრა. რომელ დავებს გულისხმობს სამინისტრო ამ დოკუმენტში არ არის დაზუსტებული. ამავე დროს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების გამოკლება
მიხედვით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მსხვილი სასამართლო დავების იდენტიფიცირება მოახდინა, სადაც სადაო თანხა 5 მილიონ ლარს ცდება. ასეთი დავების ჯამური ოდენება 1,1 მილიარდ მეტია. რაც შეეხება იმ დავების რაოდენობას, რომელთა სადაო თანხაც 1-დან 5 მილიონ ლარის შუა დიაპაზონში მერყეობს, ჯამური პირობითი ვალდებულება დაახლოებით 118 მილიონ ლარს უტოლდება. ეს დავები უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებული არის სადაო ექსპროპრიაციასთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში სადაო მარეგულირებელ ქმედებებთან და შეზღუდვის ხელშეკრულებების აღსრულებასთან მითითებულია დოკუმენტში. ბანკებმა დეველოპერულ სექტორში იპოთეკური სესხების გაცემა შეანელეს, თუმცა ბინების რეალიზაცია არ იკლებს. მიზეზი თავად დეველოპერული სექტორის მიერ მოთხოვნის შიდა განვადების სტიმულირება, რამაც ფაქტობრივად იპოთეკური სესხები ჩაანაცვლა. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბანკები იპოთეკურ სესხებს აღარ გასცემენ, იმიტომ რომ სექტორის დაკრედიტების ზედა ზღვარს მიაღწიეს. ამიტომ ახლა დეველოპერები ეროვნულ ბანკთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ მოქმედი რეგულაციები იმდენად შერბილდეს, რომ ბანკებს მეტი ლიკვიდობა გაუჩნდეთ, რათა მეტი იპოთეკური სესხის გაცემა შეძლონ. რა რისკები იქმნება შიდა განვადებების გააქტიურებით დეველოპერულ სექტორში და რაზე ესაუბრება ბიზნესი ეროვნულ ბანკს? ელინე გოგბერაშვილის სიუჟეტში მოვისმინოთ კერძო სექტორის წარმომადგენელთა პოზიციები. ბოლო რამდენიმე თვეა დეველოპერული ბიზნესი ღიად საუბრობს საბანკო სექტორში იპოთეკური სესხების გაცემის შენელების შესახებ. ეს ტენდენცია კარგად ჩანს რიცხვებშიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით წელს 8 თვეში ქართულმა ბანკებმა სულ 32,565 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს, რაც წლიურად 13,4%-ით, ანუ 5,038-ით არის შემცირებული. ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა მცირდება, თუმცა ეს ბინების გაყიდვებს არ დათხოვია. მიზეზი თავად დეველოპერული სექტორის მიერ მოთხოვნის შიდა განვადებებით სტიმულირება, რამაც ფაქტობრივად იპოთეკური სესხი ჩაანაცვლა. დეველოპერების ნაწილი ამაში გარკვეულ რისკებს ხედავს. ყველაზე თვალშისაცემი ეს არის დღეს ბაზარზე, რომ შიდა განვადებებმა გარკვეულწილად ჩაანაცვლა იპოთეკური სესხი. გრძელვადიან ნაწილში ეს ალბათ პრობლემა იქნება, იმიტომ რომ დეველოპერული კომპანიები არ არიან ხო საფინანსო ინსტიტუტები, შესაბამისად ამ პორტფელს მართვა ჭირდება, სწორი ანალიზი ჭირდება, შესაბამისად შეფასება არ ხდება. შიდა განვადება გამოიწვია იმან, რომ ზოგადად ეროვნულ ბანკსაც ხისტი პოზიცია ჰქონდა, ამ ბოლო პერიოდში ეს გულისხმობ გასული წლის შემოდგომიდან საბანკოს, ანუ კომერციულ ბანკებსაც საკმაოდ რისკიანად აფასებდნენ სამშენებლო სექტორს, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდა იპოთეკური სესხების გაცემა, ამას დაემატა საპროცენტო განაკვეთების ზრდა. როგორც კი ძვირდება სესხები, ხელმისაწვდომობა სესხებზე იცვლება, ეს დაწოლა გადმოდის აუცილებლად ესეა, იმიტომ რომ სხვაგვარად ვერ იქნება, ბიზნესი აქეთ დეველოპმენტის ხარეს ვერ გაჩერდება, გადმოდის დეველოპმენტზე. როგორც კი დეველოპმენტზე გადმოვიდა, დავიწყეთ შიდა განვადებები და აქ რისკების განსაზღვრა არის საკმაოდ რთული, იმიტომ რომ არა გვაქვს უბრალოდ ის კომპეტენციები, რაც აქვს ბანკებს. ფაქტიურად საკრედიტო ბიზნესში შედის, ესე ვთქვათ, დეველოპმენტი, რაც არ არის ასურველი და ეს უნდა იყოს ზომიერად და არა ისე, როგორც დღეს არის. თეთრი კვადრატის მმართველი პარტნიორი თვლის, რომ ბანკებმა სექტორის დაკრედიტების განსაზღვრული ზღვარის მაქსიმუმს მიაღწიეს, რის გამოც ფიზიკურ პირებზე იპოთეკურ სესხებს ნაკლებად გასცემენ. თუმცა, იმისთვის, რომ დარგის განვითარება არ შეფერხდეს და ბანკებსაც დამატებითი ლიკვიდობა გაუჩნდეთ, დაკრედიტება ჩვეული ტემპით გააგრძელონ, ამისთვის ეროვნული ბანკის მხრიდან მოქმედი რეგულაციების შემსუბუქებაა საჭირო. ირაკლი ბურდილაძის თქმით, ბიზნესი ამ საკითხზე ეროვნულ ბანკთან აქტიურ კომუნიკაციაშია. დღეს საქართველოში დეველოპერულ პროექტში, როცა აყიდულობს ფიზიკური პირი ბინას იპოთეკური სესხის გამოყენებით, თუ პროექტი არ არის, ასე ვთქვათ, შეკრული მთლიანად, ანუ შეკრულობაში იგულისხმება, რომ პროექტი სრულად უნდა იყოს დაფინანსებული ან კაპიტალით და საბანკო კრედიტით, ან კაპიტალით, საბანკო კრედიტით და კიდევ სხვა ფინანსური რაიმე ინსტრუმენტით. თუ პროექტი ფინანსურად მთლიანად არ არის შეკრული, ამ შემთხვევაში იპოთეკური სესხის თანხა იბლოკება ანგარიშზე და დეველოპერს ის უთავისუფლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის დაასრულებს მშენებლობას. თუ მოხდება აღნიშნული რეგულაციის ერთგვარი შერბილება, გაჩნდება დამატებითი ლიკვიდურობა იპოთეკური სესხების სახით. ანუ мотивация შეექმნებათ ბანკებსაც და დეველოპერებსაც, რომ
რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცენ საშუალება, რომ იპოთეკური სესხის გამოყენებით შეიძინოს ბინა და ეს ამ სექტორში გააჩენს, ასე ვთქვათ, დაფინანსების დამატებით წყაროებს. ეროვნულ ბანკს ასაკურველია ესმის უძრავი ქონების სექტორის მნიშვნელობა და ამ ზრდის ტემპის შენარჩუნების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის და მიმდინარეობს დღეს მსჯელობა თუ რა საშუალებებით შეიძლება მოხდეს აღნიშნული რეგულაციის გამარტივება ისე რომ ერთი მხრივ ხელი შეეწყოს იპოთეკურ დაკრედიტებას, მაგრამ მეორე მხრივ არ გაიზარდოს რისკები ფიზიკური პირებისთვის. ბანკები რთულად აკრედიტებენ არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს, შენელებულია თავად დეველოპერული კომპანიების დაფინანსებაც. ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა ამ მიმართულებით და ისევე როგორც თქვა ჩარშან გვაფინანსებდნენ ჩვენი მოთხოვნის შემთხვევაში წელსაც ზუსტად იგივენაირად გვაფინანსებენ, თუმცა კი ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულად შენელდა, იმიტომ რომ საკმაოდ სოლიდური თანხებია აკუმულირებული ამ მიმართულებით საფინანსო სექტორიდან უძრავ ქონებაში. დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არ არის იმაზე დიდი რისკი, ვიდრე თქვა ჩარშან იყო. გამომდინარე იქიდან, რომ მიწოდება და მოთხოვნა შორის ბალანსი დიდად არ შეცვლა, საკმაოდ მზარდია მოთხოვნა, შესაბამისად რისკების და მიმართულებით არ შეინიშნება, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ბანკებს აქვთ კონკრეტული მიდგომა კონკრეტული კომპანიების მიმართ. წლის პირველი 8 თვის მდგომარეობით მართალია ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.3% არის გაზრდილი და მისი ჯამური ღირებულება 2.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზრდილია საპროცენტო განაკვეთებიც. 2025 წლის აგვისტოს განმავლობაში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13% შეადგენდა, რაც წლიურად 0.98% პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ ეტაპზე უცნობია იპოთეკური სესხების რაოდენობის კლების შესაჩერებლად წავა თუ არა გარკვეულ დათბობებზე ცენტრალური ბანკი. ამისთვის სებმა თვეების წინ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯი, კერძოდ თუ კი წარსულში პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 15% უნდა ყოფილიყო, 2025 წლის თებერვლიდან სებმა ეს მაჩვენებელი 10%-მდე შეამცირა. თუმცა ამის მიუხედავად წელს იანვარ-აგვისტოში ბანკების მიერ 5038-ით უფრო ნაკლები იპოთეკა გაიცა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოში საშუალო ზომის სავალუტო სავაჭრო ბაზრის განვითარებას სურს. ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე სტუმრობისას თქვა, სადაც ნათლია თურნავა Deutsche Börse გრუპის წევრი ელექტრონული სავალუტო და გარებირჟული დერივატებით ვაჭრობის წამყვანი გლობალური კომპანია 360-ის მთავარ ოფიცერ სებასტიან ჰოფმან ვერტერს შეხვდა. ნათლია თურნავა ამბობს, რომ სავალუტო სავაჭრო ბაზარი ხელს შეუწყობს ყიდვა-გაყიდვის ფასებს შორის სხვაობის შემცირებას და ბაზარზე სავაჭრო მოცულობების ზრდას. მისი თქმით, არსებობს გაძლიერებული მარეგულირებელი ზედამხედველობის საჭიროება, რაც უზრუნველყოფს ბაზრის მოწესრიგებულ ფუნქციონირებას და ბაზრის მსხვილი მონაწილეების მხრიდან მანიპულაციური ქმედებების არსებობას. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი აქ შემდგარი მოლაპარაკებები Deutsche Börse გრუპთან. ეს არის ერთ-ერთი მსოფლიოში წამყვანი უცხოური ვალუტით ვაჭრობის და ლიკვიდობის მიმწოდებელი პლატფორმა, რომელთანაც ჩვენ რამოდენიმე ხანია უკვე ურთიერთობთ საქართველოს ეროვნული ბანკი და ჩვენი ერთობლივი პროექტი არის ახალი პლატფორმა შევთავაზოთ საქართველოს საფინანსო ბაზრის მონაწილეებს, სადაც შეეძლებათ ვალუტის გაცვლა-გამოცვლა, ვალუტით ვაჭრობა და ეს იქნება გაცილებთ უფრო ხელმისაწვდომი ბევრი სხვა მონაწილესთვის, ვიდრე ეს არის დღეს, რაც ჩვენი ბაზრის ლიკვიდობას და ასე ვთქვათ გამჭირვალობას უფრო მეტად უზრუნველყოფს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით არბიტრაჟებში ინვესტორთა მიერ მოთხოვნილი კომპენსაცია დაახლოებით 4 მილიარდ 800 მილიონ დოლარს უტოლდება. 7 თვეში საქართველოს მოსახლეობა მობილური კავშირგაბმულობისათვის 521 მილიონი ლარი გადაიხადა. მობილური ოპერატორების შემოსავლები 31 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით არის გაზრდილი. ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით 45 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა. აგვისტო-სექტემბერში თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 39%-ით გაიზარდა. 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე 24 მილიონ 700 000 დოლარის თხილი გავიდა.
2025 წლის 7 თვეში საქართველოს მოსახლეობა მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხმად 521 მილიონი ლარი გადაიხადა. კომკომის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მობილური ოპერატორების შემოსავლები 31 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით არის გაზრდილი. კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების რაოდენობა 5.868.043-მდე გაიზარდა და ეს წლიურ ჭრილში 191,000 აბონენტით მატებას ნიშნავს. ამ წლის იანვარ-ივლისში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასეთ სურათს გვაძლევს. მაგთის შემთხვევაში 245,350,022 იყო შემოსავალი 2,388,314 აბონენტით და ბაზრის წილი 40,7%-ს შეადგენდა. შემოსავლის ზრდა ამავე შუალედში, ანუ იანვარ-ივლისში 5,7% იყო. სილქნეტის შემოსავალი 183,523,472 ლარი იყო, 2,098,861 აბონენტით. ბაზრის წილი კი 35,8%-ია. იანვარ-ივლისში მატებამ შემოსავლისა 6%-ს შეადგინა. Selfie მობაილის შემთხვევაში შემოსავალი 91,359,386 ლარი იყო, 1,362,082 აბონენტით და 23,2%-იანი ბაზრის წილით. იანვარ-ივლისში, ანუ დაახლოებით 7 თვეში, მისი შემოსავლის მატება იყო 8,7%. ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილი არის ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი, რაც ოპერატორებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2025 წლის ივლისში მაგთის ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში მაგალითად 16 ლარს და 25 თეთრს იხდიდა, რაც წლეურად 86 თეთრით გაზრდილი ხარჯია. სილქნეტის შემთხვევაში აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13 თეთრი და 13 ლარი და 97 თეთრი იყო. ეს 17 თეთრით შემცირებული არის ერთ წლიან ჭრილში, ხოლო Selfie მობაილის შემთხვევაში ერთი აბონენტის საშუალო თვეული ხარჯი 10 ლარი და 58 თეთრი იყო, რაც წლეურად 56 თეთრით მომატებულ ხარჯს მიუთითებს. მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშის თანახმად, ივლისის მდგომარეობით მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4,350,190 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 73,9%-ია. წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 70,9% იყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წლის ივლისის მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 17,2 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარს, რაც წლეურად 2,3 გიგაბაიტით არის გაზრდილი. საქართველოს მთავრობა თბილისის შემოვლითი ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვას დაიწყებს. 19 სექტემბრის განკარგულებით გამოსყიდვის პროცედურები 2 ლოტზე წიწამური ავჭალის 6,5 კილომეტრიანი გზის და ავჭალა აეროპორტის 22,5 კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე დაიწყება. განკარგულების თანახმად გამოსყიდვის პროცესს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმართავს. ამავე დროს მიწების გამოსყიდვა აზიის განვითარების ბანკის სოციალური პოლიტიკის შესაბამისად უნდა წარიმართოს, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ მთავრობა გზის დაფინანსებაზე მოლაპარაკებებს ADB-სთან აწარმოებს. განკარგულებაში არ არის მითითებული თუ რა დაჯდება ორივე ლოტზე მიწების გამოსყიდვა. შემოვლითი გზის პროექტი რამდენიმე ლოტის მშენებლობას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე გრძელი და ძვირადღირებული მესამე ლოტია, რაც ავჭალა აეროპორტის 22,5 კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. ამ ლოტის მშენებლობა $300 მილიონ არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს და არსებულ ხიდს გამოიყენებს. ამავე დროს პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3,8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება. რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზე წიწამური ავჭალის 6,5 კილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც 2 პარალელური 3,4 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას გულისხმობს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება $150 მილიონ არის შეფასებული. მთლიანობაში 51 კილომეტრიანი მაგისტრალი 48 ხიდის მშენებლობას მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძეც 11,6 კილომეტრს უტოლდება და ასევე 6 ახალი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს, მათი საერთო სიგრძე კი 10,7 კილომეტრი უნდა იყოს.
თბილისის ანძის მოდერნიზაციისთვის ინვესტორმა კომპანიამ სამშენებლო ნებართვა მიიღო. ეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც პროექტის განხორციელების ადგილას იმყოფებოდა. გუშინ კას გრუპის გენერალური დირექტორი საქმის კურსის ეთერში ასევე ამბობდა, რომ მშენებლობის ნებართვის მიღებას პროექტის დასაწყებად ჯერ კიდევ ელოდებოდნენ. მერის ინფორმაციით, ამავე დროს სანებართვო პროცედურები დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო პროექტის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, მათ შორის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და ანძის განათების სისტემის განახლების ნაწილში. გათვალისწინებულია არსებული ტექნიკური ინვენტარის გადატანა და ანძის შეღებვა. კახა კალაძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისთვის 2 წელი იქნება საჭირო, თუმცა მერიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში მითითებულია, რომ მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადა 2028 წლის მარტია. საუბარი არის 70 მეტრ სიმაღლეზე გაკეთდება გადმოსახედი, გაკეთდება რესტორანი. ძალიან მაგარი პროექტია. ჩვენ დიდი ხანი ამაზე ვმუშაობთ. მქონდა არაერთი შეხვედრა, კომუნიკაცია ისტორიულ საბჭოსთან, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელებულიყო, ყველა დეტალი გათვალისწინებული, უსაფრთხოება გათვალისწინებული და ყავს ასევე ინვესტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულით არის დაინტერესებული. სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია და მიღებული აქვს აღნიშნულ კომპანიას. ეს არის კომპანია, რომელმაც წალკის რაიონში, წალკის კანიონის პროექტი განახორციელა. დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე კახა კალაძემ თბილისში 2 ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულებაზეც ისაუბრა და დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში ახალი საბაგიროების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. ისეთ თქმით, საუბარი არის მეტროსადგურ სარაჯიშვილის და ზღვის უბნის, ასევე მეტროსადგურ ისნის და ვაზის უბნის დამაკავშირებელ საბაგიროებზე. მან თქვა, რომ საბაგიროს ახალი გზების მშენებლობა ქალაქისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს. მოეწყობა მეტროსადგურ სარაჯიშვილისა და ზღვის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომელიც ზღვის უბანსა და ახალ პარკს მეტროსადგურ სარაჯიშვილთან უმოკლესი გზით დააკავშირებს. 4 სადგურიანი საბაგირო დღეში დაახლოებით 22,000 მგზავრს მოემსახურება. იგეგმება ასევე მეტროსადგურ ისნისა და ვაზის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზის უბნისა და მეტრომშენის დასახლებებს მეტროსადგურ ისანთან დააკავშირებს. აღნიშნული საბაგირო 5 სადგურიანი იქნება, 5 გაჩერება იქნება და დღეში დაახლოებით 35,000 მგზავრს მოემსახურება და შეძლებს გადაყვანას. გარდა ამისა, დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროსადგურ სამგორისა და ვაზის უბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას, ხოლო მის ნაცვლად ახალი საბაგირო გზის პროექტი მოეწყობა და განხორციელდება. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. კალაძის განცხადებით, დეტალური დიზაინის პროექტი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით მომზადდა. თბილისის მერია ამბობს, რომ ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ამიტომ მისი არსებითი გარდაქმნა ან შეცვლა არ განხორციელებულა. ვერის პარკის რეაბილიტაცია 1 წლის წინ დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარია. ის განახლება საჭიროებდა სიღრმისეულ კვლევებს და დეტალურ დიზაინის პროექტს, რომელიც მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით, სწორედ ამიტომ ვერის პარკის რეაბილიტაცია იქცა თანამონაწილეობითი დაგეგმარების საუკეთესო პრეცედენტი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებულ გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ისტორიულ სივრცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციები შესძენოდათ. რეაბილიტაციის შედეგად პარკში განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო, 2 სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, ასევე ის ისტორიული ფანჩატური, მას დაუბრუნდა ძველი იერსახე. რუსთავის ფოლადი არმატურის ბიზნესიდან გასვლას გეგმავს. როგორც მეტალურგიის დარგის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს გენერალური დირექტორი BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი უნაკე რომილების წარმოების გაფართოება და ექსპორტის ზრდა. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მეტალურგიული წარმოების დირექტორი იგორ კორიტკო აღნიშნავს, რომ კომპანიის ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის საქართველოში არმატურის წარმოება მერყევი ფასებით ხასიათდება და ეს პროდუქცია
ძირითადად ადგილობრივი ბაზრისთვის არის განკუთვნილი. უნაკერო მილების წარმოება კი, რომელიც საექსპორტო საქონელია, ბევრად მომგებიანი, ამიტომ საწარმოო მიმართულების გაძლიერებას აანონსებს. კომპანიაში განმარტეს, რომ ბოლო პერიოდში მათი წილი არმატურის ადგილობრივ ბაზარზე შედარებით შემცირდა, რაც თავად კომპანიის სტრატეგიასთან არის თანხმდროში. The last years before 2023 წლამდე რუსთავის ფოლადი მთავარ აქცენტს ქართული ბაზრისთვის განკუთვნილ არმატურაზე აკეთებდა. ჩვენ კი აქცენტი უნაკერო მილების წარმოებაზე გადავიტანეთ. რატომ? იმიტომ რომ ჯერა გვაქვს დიდი შესაძლებლობა გავზარდოთ მილების წარმოება და გაყიდვები სოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე ეს პროდუქტი უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის ვიდრე არმატურა. ისტორიულად ჩვენი წილი არმატურის ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 25% იყო. 30% სხვა ქართველი მწარმოებლებისთვის და დაახლოებით ნახევარი იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდიოდა. იმავდროულად, როდესაც გავზარდეთ უნაკერო მილების წარმოება, ზოგჯერ ვამცირებდით არმატურის წარმოება. შესაბამისად, ახლა ჩვენი წილი ამ ბაზარზე 20%-ზე ნაკლებია, მაგრამ ეს ჩვენთვის აბსოლუტურად კომფორტულია, რადგან 1 ტონა უნაკერო მილზე არსებული მარჟა არმატურისას სამჯერ აღემატება. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბაზარი, ეს პროდუქტი ჩვენთვის არც ისე საინტერესოა და ახლა განვიხილავდი, რომ შესაძლოა არმატურის მიმართულება საერთოდ გავყიდოთ. კონკრეტულ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ასეთ შესაძლებლობას განვიხილავთ. თუ ჩვენს წარმოებას შეხედავთ, გვაქვს ძირითადად სამი მთავარი საამქრო. ფულადსადნობის საამქრო, რომელიც არმატურას აწარმოებს და საამქრო, რომელიც მილებს აწარმოებს. ჩვენ შეგვიძლია მარტივად გამოვყოთ არმატურის მწარმოებელი საამქრო. როგორც ინტერვიუში თითქმის 2 წლიანი საქმიანობის შეჯამებისას კორიტკო აღნიშნავს, 2024 წელს ამ მიმართულებით წარმოების გასამაგება შეძლეს და ახლა საწარმოს წარმადობა უნაკერო მილების ნაწილში წელიწადში 30,000 ტონას აღწევს. კომპანიაში უახლესი წლების სტრატეგია და მაჩვენებლების გაორმაგებაა მიზნად დასახული. რუსთავის ფოლადში განმარტავენ, რომ ადგილობრივი მეტალურგიული ბაზრის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნედლეული სიმცირეა. შესაბამისად, სურთ, რომ არსებული საწარმოო პოტენციალი სრულად უნაკერო მილების წარმოებაზე იყოს მიმართული. In 23 we produced 2023 წელს რუსთავის ფოლადი წელიწადში 10,000 ტონა უნაკერო მილებს აწარმოებდა. 2024 წელს კი წარმატობა 30,000-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მილების წარმოება გასამაგდა. ეს პერიოდი რთული, მაგრამ საინტერესო იყო. კვლავ ვაგრძელებთ სვლას მილების წარმოებისა და გაყიდვების გაზრდისკენ. ჩვენი მიზანია, რომ მომდევნო ერთ-ორ წელიწადში კვლავ გავაორმაგოთ ეს მოცულობა 60,000 ტონამდე ავიდეთ წელიწადში. 60 წელიწადში კი უკვე მიზანი 120,000 ტონაა წლიურად. როგორც აღნიშნე, ეს ბაზარი გლობალურად უფრო სტაბილურია და ჩვენი პროდუქციისთვის სულ იქნება ადგილი. უნაკერო მილები რუსთავის ფოლადისათვის სრულად საექსპორტო პროდუქცია და მიუხედავად მსოფლიოში მეტალურგიის დარგში არსებული გამოწვევებისა, ამ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. საქსტარის მონაცემებით წელს საქართველოდან 8 თვეში ექსპორტზე თითქმის 22 მილიონი დოლარის ღირებულების 21,800 ტონაზე მეტი ლითონის მილები გავიდა. საექსპორტო ღირებულებაში წლიურად ზრდა 22,6%-ია. ქართული უნაკერო მილებისათვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი შეერთებული შტატები და ევროპა. რუსთავის ფოლადში ვარაუდობენ, რომ წლის ჭრილში საექსპორტო მოცულობაში დაახლოებით 20%-იანი ზრდა ექნებათ. the pipe production. ჩვენი პროდუქციისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი შეერთებული შტატები და ევროპა. მხოლოდ შეერთებულ შტატებს წლიურად მილიონ ტონაზე მეტი მილების იმპორტი აქვს. სწორედ ამიტომ ეს ჩვენი მთავარი ფოკუსია. ზოგადად, ახლა არ არის საუკეთესო პერიოდი ფოლადის მსოფლიო ბაზარზე. ბიზნესის თვალსაზრისით ფასები ეცემა, ამიტომ ზოგიერთმა მწარმოებელმა შეამცირა კიდეც წარმოება, თუმცა უნაკერო მილების მიმართულებით ვითარება ცოტა სხვაგვარადაა, რადგან მილების მომხმარებლები არიან ნავთობისა და გაზის კომპანიები და ჩვენ უნდა შევხედოთ არა ფოლადის ბაზარს, არამედ მაგალითად ნავთობის ბაზარს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნაკერო მილების წარმოება უფრო მეტ ცოდნას მოითხოვს, თუმცა ეს ბაზარი უფრო სტაბილურიც არის. შარშან ჩვენი ექსპორტის მოცულობა 30,000 ტონა შეადგინა. წელს კი ვარაუდობთ, რომ 20%-იანი ზრდა გვექნება. შეერთებული შტატების მთავრობა ეგრეთ წოდებული შატდაუნის რეჟიმშია. სენატმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო, რის გამოც შტატების მთავრობის ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა სერვისი ჩერდება. ეგრეთ წოდებული შატდაუნის გამო შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში.
Lufthansa ჯგუფმა მასობრივი შემცირება დაანონსა. არსებული ინფორმაციით 2030 წლამდე სამსახურს ადმინისტრაციულ პოზიციებზე მყოფი 4000-მდე თანამშრომელი დაკარგავს. შემცირება მეტწილად გერმანიაში მომუშავე პერსონალს შეეხება. ავსტრიულმა Raiffeisen ბანკმა რუსეთის ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებით მორიგი გარიგება ჩაშალა. აგვისტო-სექტემბერში თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 39%-ით გაიზარდა. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით ქვეყნიდან ექსპორტირებული არის 2900 ტონა თხილი, საერთო ღირებულებით 24,700,000 დოლარი. უწყების ინფორმაციითვე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ღირებულება 36%-ით 6,600,000 დოლარით გაიზარდა. ამ პერიოდში 1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასი $8.46 იყო, რაც 39%-ით მეტია ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ექსპორტის ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ყველაზე დიდი მოცულობით თხილი იტალიაში გავიტანეთ და 1000 ტონა შეადგინა მისმა საერთო წონამ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ევროკავშირის ბაზრებიდან მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან გერმანია, ესპანეთი და ჩეხეთი. გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია FFK Public Relations-ის ორგანიზებით საქართველოს გერმანიიდან ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ. ათკაციანი ჯგუფის წევრები ქართლში და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და მარნებს ეწვივნეს და აგემონეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო, ქვევრის დამზადების ტექნოლოგიებს და პროცესს გაეცნენ. ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა დედაქალაქშიც. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. სტუმრები ადგილზე ეცნობიან იმ კულტურას, ღვინის კულტურას და ღვინის ტექნოლოგიას, უნიკალურ ტექნოლოგიას, რომელიც გვაქვს და რომელთაც ვამაყობთ საქართველოში. შესაბამისად, მათი შთაბეჭდილებები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ავრცელებენ ამ თავის შთაბეჭდილებებს პოტენციურ შემწყიდველებზე, პოტენციურ კლიენტებზე, მომხმარებლებზე, რომლებიც უკვე მათი წყალობით იდულობენ ქართულ ღვინოს და შესაბამისად ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქართული ღვინის გაყიდვების და ექსპორტის ზრდას. საქართველოში ჩამოვიყვანეთ როგორც ღვინოზე სპეციალიზებული, ასევე ცხოვრების სტილსა და მოგზაურობის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები. გვყავს ინფლუენსერები, რომლებიც ქმნიან კონტენტს და გამომწერებს საქართველოს გაცნობის შესაძლებლობას აძლევენ. ვიზიტის დროს ვნახეთ ბევრი რამ უშუალოდ ღვინის საწარმოებს მიღმაც, ყოველდღიურობა და ქართული კულტურა. ფიქრობ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჟურნალისტებისა და ინფლუენსერებისთვის. მეღვინეობები მართლაც საოცარია. შესანიშნავია ქართული ღვინოები და ქართული სამზარეულო. ჩვენი ქვევრების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, გაზრდილია, ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან, როსინჯავენ ამ ჩვენს ღვინოებს, რა თქმა უნდა, ინტერესი გაიზარდა, აგე რამოდენიმე ქვეყანაში უკვე გაგზავნილი მაქვს ქვევრები, ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდათ, რაც აუხსენი, ვისაუბრე და დავაკმაყოფილე მათი ინტერესი. საქართველოში უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში შესაძლოა სომელიელთა საერთაშორისო გილდიის პროგრამების ინტეგრაცია მოხდეს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის და სომელიელთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტის შეხვედრაზე იყო ამ საკითხზე მსჯელობა. მხარეებმა მევენახეობის და ღვინის ინდუსტრიის განვითარების, ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის, ასევე სომელიეს პროფესიის პოპულარიზაციის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში მიუთითებს, რომ ჯოზეფ მილერმა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და რომ სომელიელთა საერთაშორისო გილდია მრავალი წელია სხვადასხვა ქვეყანაში 14 ენაზე ქართული ღვინის შესახებ სასწავლო კურსს ატარებს. საერთაშორისო სომელიელთა გილდია 1982 წელს დაარსდა და მსოფლიოში ღვინის სფეროში წამყვან საგანმანათლებლო სისტემას წარმოადგენს. საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტი პოსტუბრად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის, რადგან ასეთი სტუმრები ხელს უწყობენ ქართული ღვინის განვითარებას და უკეთ ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, არიან ქართული ღვინის ფაქტობრივად წარმომადგენლები და დამცველები საერთაშორისო ბაზრებისთვის და ეს ყველაფერი ხელს უწყობს
ახალი ბაზრების გახსნას, ხელს უწყობს ქართული ღვინის განვითარებას საერთაშორისო ბაზრებზე. უკვე მრავალი წელია ქართულ ღვინოებს 14 ენაზე ვასწავლით. თუმცა ამ მოგზაურობამ საშუალება მოგცა ქართული ღვინის წარმოება უფრო კარგად გაგვეცნო. მომავალ თვეში ვიწყებთ ახალ კურსებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. როგორც ორგანიზაციისთვის ეს განსაკუთრებული შესაძლებლობაა ქართული ღვინოები კიდევ უფრო მეტად ცნობადი გავხადოთ საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის გაფართოება ნიშნავს, რომ შეგვიძლია ქართული ღვინოები ახალი კონტინენტებისთვის. იქნება ეს აზიის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია თუ ლათინური ამერიკის ბაზრები, სხვადასხვა ენაზე გავაცნოთ მომხმარებელს. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ქართული ღვინოების პოპულარობის სულ უფრო მეტად გაზრდას. Ambassador Island Batums Welcome to Georgia's ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სტუმარ მასპინძლობის და უძრავი ქონების მიმართულებით წლის საუკეთესო პროექტის ჯილდო გადაეცა. ნომინაცია უძრავი ქონების დეველოპერებს გამოარჩევს, რომლებიც საქართველოს ტურიზმის და სტუმარ მასპინძლობის სექტორის ინფრასტრუქტურულ ზრდას და ინოვაციურ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გამარჯვების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალზე პროექტის დაგეგმილ განვითარებაზე ისაუბრა Ambassador Island Batums გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბათუმის ხელოვნური კუნძულის 26 ჰექტარი მიწა უკვე შესულიერეს ექსპლუატაციაში და მალე ამ ტერიტორიაზე ორი ულტრა თანამედროვე შენობის და უპრეცედენტო მასშტაბის მქონე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაიწყება, როგორც ის ამბობს. Welcome to Georgia წელს საიუბილეო მეათე დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. დაჯილდოება ტურიზმის ინდუსტრიის 30-ზე მეტ კატეგორიას აერთიანებდა. კაური კოეფიციენტის გაყიდვას დღეს მაკომპენსირებელ ღონისძიებას უწოდებენ, რაც პრობლემას არ აგვარებს, ამბობს საქმის კურსის ეთერში ურბანისტი ანა ბიბილაშვილი. მისი თქმით, კოეფიციენტების გაყიდვის პრაქტიკა წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა, თუმცა მაშინ უფრო ნაკლები კოეფიციენტი გაიყიდა და შენობების სიმაღლე ნაკლებად გაიზარდა. ბიბილაშვილი განმარტავს, რომ დღეს ეს საკითხი შერჩევითობის პრინციპზეა დამოკიდებული და ხშირად ქალაქის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას არ პასუხობს. ბიბილაშვილისათვის ბიზნესისთვის კაური კოეფიციენტის მიყიდვა მაკომპენსირებელ ღონისძიებად იფუთება და ხშირად გადაწყვეტილების მიღება იქ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით არ ხდება. ბიზნეს სექტორს ისტორიულ არეალში ავარიული შენობის ჩანაცვლება რეაბილიტაციის სანაცვლოდ მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც არაისტორიულ უბანში მდებარეობს, კაური კოეფიციენტის გაზრდას თავაზობს. გადაწყვეტილება ესე, როდესაც მიიღება, ვთქვათ, პირობითად უკვე თქვენს მიერ ნახსენებად პროექტზე კოეფიციენტის მომატების ცხადია, მთელი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ იცვლება აქედან გამომდინარე, ხო? შესაბამისად, თუ მანამდე დადგენილი იყო დაუშვა 10 სართულიანი შენობისთვის რაღაც გამტარუნარიანობა ავტომობილების, ახლა ის გამტარუნარიანობამ უნდა იმუშაოს 15 სართულიანი შენობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მეტი ავტომობილი მივა იქ. მაგრამ მეორე მხარე აქვს ამ საკითხს, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ქალაქს აქვს სხვა საჭიროებები, ჩანაცვლებას, ავარიული შენობების ჩანაცვლების საჭიროება. ეს მანიპულაციური გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს ამოცანებს და აქ გვაქვს სწორედ პრობლემა, ანუ რამდენად სავალდებულოა, რამდენად დაშვებულია, რამდენად არ არღვევს სხვა ადგილას, სხვა მონაკვეთში ქალაქის განვითარების სტრატეგიას ის გადაწყვეტილება, რომელიც, თქვათ, საკრებულო მიიღო. ტერმინი გემოვნებიანი არაპროფესიულია და საბჭოთა მიდგომას მახსენებს. ასე ეხმიანება ანა ბიბილაშვილის შენობების ფასადების რეგულირების ინიციატივას, რომელიც პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი კობახიძეს აქვს იდეა, რომ განისაზღვროს შენობების ფასადების ღობეების და სახურავების სტანდარტები. რა ტიპის სტანდარტებზეა საუბარი, ეს ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, შენობების იერსახე გემოვნებიანი უნდა იყოს. ურბანისტი ანა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ფასადების სტანდარტების შემოღებაზე იქნება საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ენერგოეფექტურობაზე, ხარისხზე და გამძლეობაზე გაკეთდეს, ვიდრე კონკრეტული პირების გემოვნებაზე. ძალიან ცუდია, რომ სოფლიომ ამ ტიპის ქალაქგეგმარება, ანუ განვითარების სტრატეგიაზე უარი თქვა წინა საუკუნის 80-იან, 60-იან, 80-იან წლებში. იყო ასეთი იდეა, სხვადასხვა ქალაქებმა შეცდომაც დაუშვეს და
ერთ სივრცეში თავი მოუყარეს კონკრეტულ რაღაც ფუნქციებს და მოხდა ამით ფრაგმენტიზაცია ქალაქის და ცხადია ძალიან შუდად დაეთყო განაშენიანება. უნების განსაზღვრა ცოტა ესე საბჭოთა მიდგომას უფრო მახსენებს ეს ვიდრე რაიმე თანამედროვე პრინციპებს. თანამედროვე პრინციპებში ფასადები სოფლიო მასშტაბით და განსაკუთრებით ევროპული ქალაქების დამოკიდებულება არის ასეთი, ანუ აქცენტი კეთდება ხარისხზე, მის მოვლაპატრონობაზე, ანუ რამდენად სარგებლიანია მისი მოვლაპატრონობა და რამდენად დიდხანს ძლებს ესა თუ ის მასალა. რა თქმა უნდა, კეთდება აქცენტი ესთეტიკაზე, ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ეკოლოგიურობაზე და აქცენტი კეთდება ენერგოეფექტურობაზე. ანუ სხვა აქცენტებზე არის საუბარი და არა რაღაცა ვიღაცის გემოვნებაში ჩაჯდება თუ არ ჩაჯდება. ბიბილაშვილი გამოეხმაურა სამთავრობო ქალაქის ინიციატივასაც, რომლის ფარგლებშიც მთავრობას სახელმწიფო უწყებების თბილისის ერთ უბანში განთავსების იდეა აქვს. ურბანისტი ამბობს, რომ მსგავსი მიდგომა მოძველებულია და განვითარებული ქალაქები ამ მიმართულებით კონკრეტულ პროექტებს აღარ ახორციელებენ, რადგან ეს ქალაქის ფრაგმენტაციას იწვევს, რაც სწორი ურბანული განვითარებისათვის ხელი შემშლელი ფაქტორია. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო მოგეულდებოდ, რომელსაც გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMTV-ის ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.